იცოდი რომ სულ რაღაც ერთ თვეში შეგიძლია ჩაიცვა ის ტანსაცმელი, რომელიც უკვე წლებია კარადაში გიდევს და გგონია რომ ვეღარასდროს ჩაიცმევ. თუ დილით როცა გაიღვიძებ, იხედები სარკეში და არ მოგწონს საკუთარი სხეულის ფორმები, თუ უკვე რამდენიმე თვეა ფიქრობ რომ უნდა დაიწყო, მაგრამ ვერ იწყებ, ეს შენი შანსია. სულ რაღაც ერთ თვეში შემიძლია დაგანახო რომ შეუძლებელი არაფერია. ზაფხულის შემდეგ ჩადექი შენთვის სასურველ ფორმაში და მოირგე ის ტანსაცმელი, რომელსაც უკვე წლებია ვეღარ იცმევ. მე შევქმენი ერთთვიანი წონის კლების მარათონი, სადაც ერთად მივდივართ მარტივი, რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გზით. შიმშილის ტანჯვის და კალორიების თვლის გარეშე, ჭკვიანური კვებით, რომელიც დაეხმარა უკვე ასობით ადამიანს 5-10 კილოს დაკლებაში. ეს არ არის მორიგი დიეტა. ეს არის სისტემა, სადაც მიიღებ 40 ჯანსაღი კერძის რეცეპტს, ყოველკვირეულად გაწერილ კვების გეგმას და 2 სასარგებლო ვიდეო ლექციას, როგორ დავარღვიოთ სწორად და როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი. მიიღებ მხარდაჭერას ჩემგან და შენნაირი ადამიანებისგან. ჩატში დაგხვდება ყოველდღიური ჩართულობა და мотиваცია. შენ იმსახურები სხეულს, რომელშიც თავს თავდაჯერებულად იგრძნობ. მინდა იცოდე რომ ეს არ არის ყველასთვის, რადგან მარათონში სულ 10 ადგილია და ეს 10 ადამიანი მარათონს შემოუერთდება სულ რაღაც 69 ლარად. ეს არის სასაცილო ფასი იმ შედეგისთვის, რასაც ამ მარათონზე მიიღებ. წინა მარათონთან შედარებით ფასი გაიზარდა, რადგან აქ უკვე დაემატა რეცეპტების სია. თუ ოდესმე გითქვამს, ორშაბათიდან ვეჭველი დავიწყებ, აი ზაფხული გავიდეს და სექტემბრიდან დავიწყებ. ან შენთვის მიუწვდომელი იყო ჩემი ინდივიდუალური მენტორობა, დღეს გაქვს შანსი მინიმალური ფასით მიიღო მაქსიმალური შედეგი. დაწერე კომენტარებში სიტყვა მარათონი და გამოგიგზავნი დეტალებს. შენ გაქვს შანსი მოხვდე იმ 10 ადამიანში, ვინც მარათონში ჩაერთვება სულ რაღაც 69 ლარად. მომდევნო ნაკადის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ ვისაც ახლა სჭირდება ეს მარათონი, საუკეთესო დროა. ეს შეთავაზება მოქმედებს შეზღუდული დროით და რეგისტრაცია მთავრდება 4 სექტემბერს 22 საათზე. გადადება ამჯერად არ გიშველის. შენ გჭირდება მოქმედება. ახლავე დაიწყე საკუთარ სხეულზე ზრუნვა, მე კი ამაში დაგეხმარები. შევხვდებით წონის კლების ერთთვიან მარათონზე.